მშვიდობისა, მოგესალმებით ზურა გამარჯობა. დილა მშვიდობისა, დღეს გამარჯობა. არა მარტო საინტერესო, არამედ საჭირო ამბავზე გვაქვს მოგროვებული ეს ყველაფერი თქვენთვის საჩვენებლად. ალოეზე, ალოე ვერაზე და მის ჯადოსნურ თვისებებზე და მიმაჩნია რომ არა მარტო სანახაობრივად, არამედ საჭირო ამბებიც გვაქვს ალოებთან დაკავშირებული. ზურა ძალიან შეეცდება რომ სამებაღეო ნაწილში კარგად გვითხრას ალოებზე, ჩვენ რამდენიმე ჯიში მოვაგროვეთ ახლა თქვენთვის საჩვენებლად. ჩემი ბავშვობის დროინდელ საქართველოში და არა მარტო საქართველოში, საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ყველგან გავრცელებული იყო ეს კონკრეტული ჯიში, ალოეს. სამკურნალოდ იყენებდნენ ამ ჯიშს და ინდუსტრიულად იყენებდნენ მხოლოდ ამას. მაგრამ ითვლება და გამოცდილია ეს ამბავი და დადგენილი საკითხია, რომ ალოე ვერა არის ოფიციალურად სამკურნალო ჯიში, სამკურნალო სახეობა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ორივე და ვცდილობთ რომ ორივე გამოვიყენოთ. თუმცა პირადი გამოცდილებით უნდა ვთქვათ, რომ ლორწო უფრო სქელი, უფრო მაწიერი და უფრო მწარე, რაც მის სასარგებლო თვისებებზე მიუთითებს, აქვს ალოე ვერას. ზურას ახლა რამდენიმე დეკორატიული ჯიშიც აქვს ალოესი გამზადებული თქვენთვის საჩვენებლად. რომელსაც უკვე ვამზადებ შიგნით შესატანად. ალოე ის მცენარეა, რომელსაც არ უყვარს ყინვები, უფრო სწორად ვერ იტანს ყინვას და იყინება ვერც მყუდრო ადგილას, ვერც მოფარებულში და გადაფარებულში ან შეფუთულში. ამიტომ რადგან მისი ზომა არც ისე დიდია, მიუხედავად იმისა, რომ მას ქოთანში საქართველოში შეუძლია 2 მეტრის სიმაღლეც კი გაიზარდოს, არც ისე დიდია და ამიტომ ადვილად შეგვიძლია შევიტანოთ შიგნით თბილ ადგილებში. უნდა შევიტანოთ პირველივე ყინვაზე გაიყინება 1 გრადუსით რომ იყოს ყინვა ისეთი წვნიანია მისი ფოთლები, უცებ დადნება და გადაიქცევა შეტანამდე და ესე იგი დამუშავებამდე. შეტანამდე რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის დაზიანებული გამხმარი ფოთლების შეცლა ისე როგორც ამ ჯიშის მაგალითზე გიჩვენეთ და თუ გამრავლება გვინდა, უნდა დავიწყოთ ქვედა ფოთლების შეცლით. ზურა, ერთი რამე ბოდიშის მოხდით, უნდა უთხრათ მაყურებელს ისიც, რომ სამკურნალოდ გამოდგება მხოლოდ 5 წლის და უფრო დიდი. თუ 5 წლის არ არის, ისე სამკურნალოდ არ გამოდგება. თუ 5 წლის არ არის, ფოთოლში არ არის დასრულებული ის სამკურნალო პროცესები, რომლისთვისაც ჩვენ მას ვახარებთ და ვინახავთ, ამიტომ ვამბობთ 5 წელს, რომ უკვე ზრდასრულია, დამწიფებულია და ის ლორწო, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, სასარგებლო თვისებებით არის გაჯერებული. ეხლა ღერო, რომელიც თქვენთვის მოვჭერი ამ ჩვეულებრივ ალოეზე, ცნობილი ჯიში, რომელიც არის, უკვე ნახეთ საყვავილე კოკორი აქვს ამოტანილი. ეს დასტურია იმისი, რომ არ აყვავდება 5-6 წლის თუ არ არის, ისი არ იყვავილებს. აი იქა ზურასთან ეხლა ყვავიან ალოე შვენივრად. ეს ნიშნავს იმას, რომ 5 წლისა. ეხლა რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანებს შეხვდეთ 5 წლისა. ყოველთვის ვაკალმებთ წვეროებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ღეროები, საიდანაც გააგრძელებს გაზრდას, ის 5 წლისა. შეიძლება კი იყოს პატარა ზომის, მაგრამ 5 წლის უკვე არის ის ღერო. კი ბატონო. შეტანამდე ღეროების, ქვედა ღეროების და გამხმარი ნაწილების მოცლისთვის საჭიროა ერთი პატარა წესის დაცვა. ეს წესი რაში მდგომარეობს? ფოთლები გაცილებით ადვილად მოიჭრება ბასრი დანით, ვიდრე მოძრობით. მაგრამ მოძრობით, აი ეს როზეტი, უნდა შემოვაცალოთ ფრთხილად, ისე როგორც მევაკეთებ. მოძრობის შემთხვევაში მცენარეზე ჭრილობა გაცილებით უფრო პატარა რჩება, ვიდრე დანით მოჭრის შემთხვევაში. ამიტომ მოძრობა უფრო ნაკლებად აზიანებს და ნაკლები სტრესია მცენარისთვის, ვიდრე ეს რომ ასე პირდაპირ დანით მოგვეჭრა. უფრო დიდი ჭრილობა რჩება მცენარეზე და აქედან შეიძლება მეტი გამოშრობა ან სიდამპლე წავიდეს, სოკო დასახლდესეც, რაც ასე ძალიან ებრძვის სხვათა შორის ალოეს და აქედან წავიდეს უკვე სიდამპლე. ამიტომ ფოთოლის მოცილების დროს როზეტად შემოხევა უფრო უკეთესია ვიდრე დანით შემოჭრა. სანამ ზურა გადასარგავად ამზადებს და გადარგავს ალოეს, მე გიჩვენებთ ერთი ალოეს ფოთლისგან პატარა რეცეპტი მაქვს, რომელიც ვფიქრობ, რომ ყველას გამოადგება. ეს ის საშუალებაა და ის ამბავია, რაც ვფიქრობ, რომ ყველას უნდა კონდეს ფანჯრის რაფაზე და ძალიან სასარგებლო და საჭიროა. ამ დროს უაღრესად მარტივი. ჩემი პატარა გამოცდილებაა, მე არ მიყვარს სამებაღეო რჩევებს კი სიხარულით, მაგრამ სამედიცინო რჩევების მიცემა და რეცეპტების მიცემა არ მიყვარს. მაგრამ ეს ის ამბავია, რომელიც ზუსტად ვიცი, რომ უვნებელია, ძალიან მარგებელია
არავის არ ავნებს, არც ბავშვს, არც დიდს და ბევრი რამისთვის არის ძალიან სასარგებლო. ალოეს წვნიან ფოთლებს კარგად გავრეცხავ, როგორც დაინახეთ. მერე რა თქმა უნდა, ასე შუაზე გავყოფ. აქედან ამ ლორწოს ამოვჭრი, ამ რბილობს. ბევრი ამას იღებს კიდეც შეუძლია ალოეს ფოთლის დაღეჭვა, მაგრამ მე არ შემიძლია. საოცარი საშუალებაა ალოეს რბილობი ღრძილების სამკურნალოდ, კუჭნაწლავის სამკურნალოდ. საერთოდ რომ კითხულობ ალოეზე რამდენი რამისთვის არის სასარგებლო და კარგი, ფიქრობ ადამიანი რომ ამ ალოეს გარეშე აქამდე როგორ ვიცხოვრე საერთოდ, როგორ მოვედი. იმდენი დადებითი თვისება აქვს ამ ჯადოსნური საშუალებაა მართლა. მე გამომიცდია ჩემი პირადი გამოცდილებით, გამომიცდია ლიმონის წვენთან და თაფლთან ერთად. მეიერის ლიმონს გავჭრი, ცოტა ამ ლორწოს დავამატებ ლიმონის წვენს. ასე და თაფლს. მე წაბლის თაფლი უფრო მესიამოვნება, უფრო მიყვარს ვიდრე სხვა თაფლი და ამიტომ წაბლის თაფლს ვიყენებ. არც პროპორცია უნდა ამას, არც რაიმე განსაკუთრებული ცოდნა, უბრალოდ ლიმონის წვენთან და თაფლთან არეულს ამას ერთკოვს გიახლებით ხოლმე ზოგჯერ, როცა გრძნობ რომ რაღაც არ არის წესრიგში, შიგნით. გარედან კი სულ კარგად ვარ, მაგრამ ზოგჯერ შიგნით ამბები მეც შინაგანად ადამიანი ვარ და რაღაცები შემაწუხებს ხოლმე. ამასობაში მოვამზადე მე მცენარე გადასარგავად გავასუფთავე ხმელი ფოთლებისაგან და ქვედა ფოთლებისაგან, რომელიც უკვე დაბერებულია და რომელსაც გამოვიყენებთ შემდეგ და გამზადებულია გადასარგავად. გადარგვის დროს რა თქმა უნდა ვეცადოთ რომ ფრთხილად ამოვიღოთ ქოთნიდან და ამოვაყოლოთ კომი, მაგრამ ალოე ის მცენარეა, რომელსაც შესაძლებელია დაეშალოს ფესვთა სისტემა მიწისგან და გუნდა აღარ გაკეთდეს. მაგრამ ალოე ამავე დროს არის სუკულენტი. ამიტომ სუკულენტის გახარება ძალიან მარტივია და მისი ფესვები მიწისგან თუ დაიშალა, არც არაფერი მოხდება. პირიქით შეგვიძლია მთლიანად დავფერთხოთ, გავასუფთავოთ, გამოვაჭრათ დაბერებული ფესვები, ისე როგორც ამ მცენარის ღერო შეგვიძლია დავამოკლოთ ზურა, რა თუნდა იმ ხელა ღერო შიგნით. ის ფესვის ღერო, მაგი დაკალმების დროს ეთყობა გრძელი კალამი იყო. კი ბატონო. აი დაამოკლეთ. ძველები მოვაჭრათ, დაბერებული მოვაჭრათ. და ამასობაში დარჩა აგერ ორი კიდე, ნახე რა და კალები გაქვს. ეს არის ამისი შვილები, ამონაყარი. თუ გამრავლება გვინდა, ესენი ცალკე ქოთნებში უნდა ჩავრგოთ. თუ არ გვინდა და კომპოზიციურად გვინდა რომ დავრგათ, შეგვიძლია, აი როგორც ამ ქოთნის მაგალითია, 3 ერთად არის ჩარგული უფრო დაბალ ქოთანში, ასე შეგვიძლია დავრგოთ და უფრო თაიგულივით გაიზრდება, უფრო განიერი გაიზრდება განსხვავებით ერთი დარგული ძირისგან. ერთი რჩევა კიდე შემიძლია მოგაშველოთ, რომ შეგიძლიათ მთელი ზამთარი ალოე გქონდეთ გაუთბობელ ოთახში, როგორც ყველა დანარჩენი სუკულენტი, როგორც ჩემს უკან დგას ეხლა არაჩვეულებრივი ეგზემპლარი ამ ჯუჯახის, კრასულასი, ასევე ისიც ეს ჩვენ გვითქვამს და მთელი ზამთარი შეგიძლიათ როგორც სხვა დანარჩენი სუკულენტები ალოეც არ მორწყათ. მთელი 3 თვე შეგიძლიათ საერთოდ ერთი წვეთი წყალიც არ მისცეთ. ის კარგად გაუძლებს ამას. გაზაფხულზე გააგრძელებთ მორწყვას და ჩვეულებრივად ისიც გააგრძელებს ვეგეტაციას. ეს დედა ალოე, დედა ძირი გადავრგეთ, ეხლა მისი შვილები დავაფესვიანოთ. შვილის შემთხვევაში გეცოდინებათ ის, რომ მომდევნო 5 წელი სამკურნალო მიზნებისთვის არ ივარგებს. და როგორც გითხარით, შეგვიძლია 2 დავრგოთ, 3 დავრგოთ და მერე დავყოთ ეს. და შემდეგი ამბავი რაც არის, ამ ფოთლებს ჩვენ არ ვყრით, დაზიანებულ ფოთლებს რომ ვეძახით და რომ შემოვაცლით, რაც რა თქმა უნდა არ არის სასურველი რომ შიგნით შეტანის დროს შეყვეს, ამ ფოთლებს ჩვენ იქედან ყველაზე ჯანსაღებს ამოვარჩევთ და მარტივად დავაკალმებთ. ადვილად ხარობს, კარგად შეზავებული ნიადაგით ქოთანს ავავსებთ, გამხმარ წვერსაც მოვაჭრით, ძირსაც დავუმუშავებთ, თუ ბასრი სეკატორი არ გაქვთ, ბაღის მაკრატელი არ გაქვთ, მაშინ ბასრიდანით გააკეთეთ. უნდა იმდენ ამონაყარს იკეთებს, რომ მე მგონი ფოთლით დაკალმება არავის არ დაჭირდება. კი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რომ ესეც ვაჩვენოთ. კი ბატონო. და ერთ ქოთანში რამოდენიმე შეგვიძლია რომ ჩავარჭოთ. მაგრამ მე აღარც მახსოვს ალოე როდის გამამრავლე ფოთლის კალმით. რაღაცი მჭირდება, როცა ამდენ ამონაყარს იკეთებს. ერთი ძირი 10-15-ს მაინც ამოიყრის ხოლმე და ამიტომ ამას ქვია მცენარის ვეგეტატიური გამრავლება. მცენარის ნაწილებით, ფოთლით, ღეროთი მცენარის გამრავლებას ქვია მცენარის ვეგეტატიური გამრავლება. კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც ჩვენ არ გამოგვიყენებია, მაგრამ ჩემს მასწავლებელს უთქვამს და ეს სულ მახსოვს,
ეს არის ალოეს წვენის რბილობის გამოყენება როგორც სტიმულატორი. კი, ეს დაკალმების დროს. თუ ჩვენ ალოეს ფოთოლს გამოვიყენებთ როგორც ალოესთვის, ისევე სხვა მცენარისთვის, უფრო უკეთეს შედეგს მივიღებთ, ვიდრე მის გარეშე. მე მგონია ეს სტიმულატორზე უფრო ზურა, უფრო უნდა ჩემი აზრით, არ გამომიყენებია არასდროს, მაგრამ მგონია რომ უნდა კონდეს დაცვის ფუნქცია უფრო. რომ ჭრილობა, რომელსაც კალამს მივაყენებთ დაკალმების წინ, აი დაუშვათ ბროწეულის კალამს აკეთებს ახლა ზურა. იმ ჭრილობას, იმ ლორწოთი დავამუშავებთ და ჭრილობაში არ შეიჭრება ვირუსი და ინფექცია შეიძლება. მე მგონი რომ ეგ ფუნქცია უფრო აქვს. ამიტომ ასე ჩავაწოვთ და პირდაპირ შეგვიძლია და კიდევ ერთს დავამატებ. ეს შეგვიძლია გავხსნათ, ჩავყაროთ წყალში. ესე დავაკუცმაცოთ. ცოტა ხანი დავაყოვნოთ და ამავე წყლით მოვრწყოთ როგორც სახლში შეტანილი ალოე, ისე იმ ალოესგან აღებული კალმები და პატარა სხვა დეკორატიული მცენარეებით ძალიან კარგი საშუალებაა როგორც სინოყივრის შემტანი. და ის რაც ეხლა მე აი ეს საზიზღარი არა მაინდა-მაინც სასიამოვნო სანახავი ლორწო, რომელიც გამოგვივიდა ლიმონის, ალოეს რბილობის და წაბლის თაფლის შერევის შედეგად იმის მერე ხომ დარჩა ეს ფოთლები, საიდანაც რბილობი ამოვაცალეთ. აი წინათ რომ ჩვენი ბებიები კიტრის ნათალს ისმევდნენ. ქალბატონები თუ ამას გააკეთებენ, ეხლა ცოტა მე გულწრფელად გითხრათ, არ მესიამონება ახლა ამის წვერებზე წასმა, მაგრამ ქალბატონებისთვის უკეთესი დამიჯერეთ არ არსებობს. მე გამომიცდია ხელებზე, იმიტომ რომ ხელები ხშირად მაქვს დაზიანებული, მოსახლეებში განსაკუთრებით მიჩნდება ნაპრალები მიწასთან მუშაობის დროს. ამისთვის უკეთეს სარეცხი საპონით დაიბანთ, კარგად თბილ წყალში და შემდეგ ალოეს აი ამ მოჭრილ ფოთლებით, რბილობით კარგად დაიმუშავებთ ხელებს. და შეეცდებით რომ ეს რბილი ლორწო შეიშროთ ხელებს. როგორც ჩვილი ბავშვის, როგორც პატარა ბავშვის რბილი კანი ისეთი გაგიხდებათ ხელები. და თუ ამ ლორწოში ცოტა გლიცერინს შეურევთ და იმ გლიცერინთან ერთად შეიზილავთ და ბამბის ხელთათმანებს ჩამოიცმევთ, მთელი ღამე გაიჩერებთ, თქვენ ხელებს მეორე დღეს ვეღარ იცნობთ, თქვენს ფრჩხილებს და არბილებს და ძალიან მოუვლის თქვენს ხელებს. ნამუშევარ ხელებს ეს ჭირდება და ვინც არ მუშაობს, იმას არც ალოე უნდა და არც არაფერი სხვა. ჩვენ ხელებს ძალიან ჭირდება ზურა. ჩვენ ხელებს შველის და სხვის ხელებს თვითონ მიხედავს სხვის ხელებს, სხვის მახელებმა. ეს არის ის პატარა წესები, რომელიც გვინდოდა რომ თქვენთვის გაგვეზიარებინა და ვფიქრობთ ასე თუ გააკეთებთ, ჩვენთან ერთად თქვენს გაახარებთ ფანჯრის რაფაზე ერთ ალოეს მაინც. მე მგონი ოჯახი არ უნდა იყოს ბავშვიანი, უფროსი ვისაც ყავს, მოხუცი ვისაც ყავს, ვისაც ალოე არ უნდა კონდეს და გაამრავლეთ, ძალიან ადვილად ხარობს. მარტივად, როგორც გითხარით, ზამთარში არ მორწყავთ, გნებავთ ეს ჩვენი ბავშვობის დროინდელი ჯიში, იგივე თვისებებით და მეორე ალოე, ნამდვილი ალოე ვერა, რომელიც სოფლიოში აღიარებულია როგორც ჯადოქარი, როგორც ქირურგი, როგორც სასწაულების მომხდენი მცენარე და გქონდეს ეს დალოცვილი ჩვენც რა გვიშლის ხელს თითოцали. ამაზე ყვავილიც აქვს სხვათა შორის. სასწაული და დიდი დეკორატიულობით არ გამოირჩევა და ასე ჯგუფებად მასიურად დიდად ვერ ვგავთ, სხვათა შორის აგავაში ეშლებათ ხოლმე ბევრი დეკორატიული ჯიშის ალოე. ყვავილითაც და ფოთლის ფორმითაც გავს. არ გამოირჩევა, მაგრამ ესე იგი მოყვარულისთვის და პროფესიონალისთვის საკმაოდ საინტერესო და ლამაზი ყვავილი აქვს. ესეც უნდა აღინიშნოს, იმიტომ რომ არ შეიძლება ამის გარეშე. ეს ერთად ყოფნისთვის მადლობა. თქვენ იმედია მიიღეთ პატარა რჩევები და პატარა ინფორმაცია ალოეს შესახებ. გაამრავლეთ და გაახარეთ ეს ჯადოსნური მცენარე ყველას გქონდეთ. ნახვამდის დროებით ჩვენ საინტერესო და სასიამოვნო ნაწილები გველოდება ჩვენი გადაცემის. ნახვამდის ბედნიერად.